ერთ-ერთი გემრიელი საცმუცნი ორგანიზაცია შეგირჩიეთ დღეისათვის საპრეზენტაციოდ საჩებურეკე ნომერი 1. ეს გახლავთ პეკინის გამზირი 36 ნომერი, თითქმის აგერყურის ძირში არის არქივი. აი სანამ ვაჟაზე არქივთან შევუხვევთ და გააგრძელებთ შაველაზე მოძრაობას, მანამდე ხელ მარცხნივ, იმიტომ რომ აქ სამხრივია მოძრაობა, ხელ მარცხნივ დაგვხვდებათ საჩებურეკე ნომერი 1. ისაგნებად იდეალური ადგილი. ეს ყოფილა თურმე, როგორც გავიგე, ადრე ეს ორგანიზაცია უпростоრად ამ ორგანიზაციის მთელი პერსონალი და უფროსობა ყოფილან აბანოთ უბანში და იმ ადგილს ერქვა საჩებურეკე აბანოთ უბანში. გამარჯობა. ესეც გავეცნოთ მენიუს. გამომდინარე იქიდან, რომ საჩებურეკე ნომერი 1 აწერია, ყველაზე მთავარი, ასე ვთქვათ, ფლაგმანი კერძები, რაც იქნება, მედია არ შევცდები და ვიტყვი, რომ იქნება ჩებურეკები. ასეც აღმოჩნდა. გადავშალეთ და დედა. ჩებურეკი, ყირიმულად ცხვრის ხორცით, ტაშკენტურად ცხვრის და საქონლის ხორცით, კავკასიურად საქონლის და ღორის ხორცით, მოსკოვურად საქონლის ხორცით, საფირმო, ქათმით, ყველით და პიტნით, სოკოთი, სამარხო, კარტოფილი, სამარხო, შედედებული რძით, ჩებურეკი. ვა, რა გინდა როქნა ახლა. ჩემ დროში ერთ სახეობის ჩებურეკს, ერთ სახეობის ლუცს. ჩემ დროში ახალგაზრდობაში ვაღვწორი, ჩემი დროა ახლაც. ტაშკენტურად ცხვრის და საქონლის ხორცით, თუ შეიძლება თან რომ ამ ხელან ერწყვა გადაყვაპე, თან რომ ჩავინიშნო. ცხვრის და საქონლის ხორცით ტაშკენტურად. კიდე რამდენი არჩევანია. კავკასიურად საქონლის და ღორის ხორცით ტრადიციული ცხონა გავსინჯო. და ვინაიდან მარხვაზე არ ვარ და რაღაცა უცნაურიც მაინტერესებს, მოდი შედედებული რძით. კი ბატონო. საინტერესო როგორ იქნება ჩებურეკი შედედებული რძით. გადავედით მენიუს მეორე გვერდზე. პელმენი. პელმენი. მეორე გვერდი სუპელმენია. ნახოთ რა ხდება ციმბირული ქოთანში, გამიგია და მინდა ეგრევე. პელმენი ქოთანში ურალსკი, ანუ ურალური არაჟნით, ნიურითა და მწვანილით, ეს არ ვიცი, მაგრამ კაი იქნება, პელმენი მოხარშული ჩვეულებრივი გასაგებია, პელმენი ფრი, ვაჰა, პელმენი ფრი, პელმენი ფრი, მიპოვე, საინტერესოა პელმენი ფრი, პელმენი კეცზე, მინდა, კი, რატო არ მინდა, პელმენი კეცზე, ნუ ქართულად გამოდის ესე, პელმენი კეცზე, პელმენი სულგუნდა ღორით, ლორით. არ ვარ ხასიათზე, მაგრამ კაი იქნება, პელმენი ყველით, ვიცი და კაი იქნება, პელმენი კარტოფილით სამარხო, რა თქმა უნდა, კაი იქნება. შემდეგ, აქეთ რაღაც ვეზელები უკვე ცომეულობა ბევრია და არ მინდა. წუნიანები, რომლითაც დავიწყოთ თუ შეიძლება, რასაც ავირჩევ. წუნიანები გასაგებია, ოსტრი, თათარი ახლი, ხბოსალიანკა, სბორნაია სალიანკა, საქონლის ხორცი მომრობა, ბორში, აკრუშკა, ლობიო ქოთანში. ეხლა ვარ სბორნაია სალიანკას ხასიათზე. სბორნაია სალიანკა, ცხელებიდან. აქეთ მთელი ამბავია კატლეტებით და გატარებული ხორცით, კატლეტი ოჯახურად, კატლეტი კიევურად, კატლეტი ორლოვსკი, ყველი შეკრავს, ლანგეტი ქათმის, ღორის ხორცის ბელარუსულად კეცზე საინტერესოა. მოდით ესეც გავსინჯოთ. უკვე სათვალავი ამერია, რამდენი კერძი უთხარი, მაგრამ ყველაფერი ვიცით, მენიუსთან დაკავშირებით. რა უნდა მეთქვა? არ, მომიტანეთ. ესენი ჩამოვაწერია და ერთ ჯადოსნური სიტყვა ხო უნდა მეთქვა? მომიტანეთ. აი, მოემართება ჩვენსკენ პირველი კერძი. ეს არის სავარაუდოდ სალიანკა. ორმესი მადლობა. წესი და კანონი თამაში ხარ რომ ჩავაბუჟბუჟებ შიგნით და ამოურებ, უნდა იყოს არაჟანი. თუ არ არის, არაჟანს მოვითხოვ. არ არის. დიდი ბოდიში, არაჟანი თუ შეიძლება? ეხლა თქვენ თვითონ
შეაფასეთ მე რო ზედმეტი არ ვილაპარაკო სერვისის დონე. ქაშაყი კარტოფილი თუმცა მადლობა ეს სალუდეთ. როგორც მადლობა. როგორც ალადინში ჯინი რო აჩენს ხოლმე რაღაცებს. პინ, ეგრე გაჩნდა არაჟანი. ადამიანებო, განახებთ ეხლა როგორ გამოიყურება ჩემს მიერ დაარაჟნებული კარგი ზმნა არის რა გინდა. რატო ნაბახუსებზე არა ვარ? არ უნდა იყო ძალიან გადამჟავებული და არდა ცოტათი უნდა იკბინებოდეს. ზუსტად ისეთია მე როგორც მიყვარს. ოჩახ მზარეულს პირველი შექება ჩემგან, პირველია ლუკვაზე. პელმენი? უკვე პელმენი. შემწვარი. ანუ ფრი, ხო? შემწვარი პელმენი. დარწმუნებული ვარ არაჟანი ამასაც მოუხდება. საერთოდ ყველა პელმენს უხდება არაჟანი, მაგრამ ამას განსაკუთრებულად მოუხდება. კიდე პელმენი მოვიდა, ხო? პელმენი ქუთაისში გადაგა. ბიჭო, შეხედეთ. ახეთ რა არის? ეს კიდე მოვიდა რა. პელმენი კეცზე. პელმენი კეცზე. ვაიმე რა გაშნებს. ეს კიდე პელმენი კეცზე. შეხედეთ. აქ რაღაც შამპინიონებს ხედავ და ყველს ჩამდნარს. აუ, რაღაცა საოცრება მოხდება აქ. კარგია. საოცრება. ვერდიქტი გამოტანილია. ძალიან იდეალურია. არაჟნით დავტვირთე და დავნამე პელმენი ფრი. ეს არის ჩვეულებრივი დაპატარავებული ჩებურეკი. ეფექტი ზუსტად იგივე აქვს, რაც შემწვარ დიდ ჩებურეკს. ეს არის დაპატარავებული ჩებურეკი და ძალიან გემრიელი. ეს გახლავთ კავკასიური. ეს ტაშკენტურად. გემრიელად მისცეთ. მადლობა. ვახსენე სიტყვა ჩებურეკი და გაჩნდა ჩებურეკი. ძალიან მაგარი მოფიქრებაა. ჩემ ფანტაზიას განსაკანი მიოცი და ამას მაგალითად ავარქმევდი ჰობიტების ჩებურეკს. ძალიან გემრიელი. ესე იგი, იერიში გადავიტანო უნდა კეცზე, მაგრამ ამასობაში კატლეტი ოჯახურად. კატლეტი ოჯახურად, ესეც მაგარი რა, საწებელი, უგუნესი მადლობა. ეხლა უკვე დავიბენი არჩევანი, რომელზე კეცსაც შეუძლია სითბო შენარჩუნება, ამიტომ კატლეტი ოჯახურად გავსინჯოთ. თითქმის ესე იგი, რამდენი ერთი თვე გადის, რომ კატლეტი არ მიჭამია? აი თუ არ მიჭამია. ეს გახლავთ ღორის ხორცი ბელორუსულად. ესეც ხელი კერდი. ატყდა ახლა ერთი დავიდარაბა, ხო ვიცი? ამდენს რა გაჭმევს? გემრიელი, როდესაც არის საკვები, მე ზომას არ იმაშვები ხოლმე, არ უყურებ. საუნდი უნდა მოგასმენოთ, ერთი წუთი, გადავყვაპო. შეგიძლიათ გაიკეთოთ ყურსასმენები და სტერეოში მოусმინოთ როგორ შიშხინებს. აქვე ჩებურეკები არ მიჩვენებია თქვენთვის. ახსენებაზე განახებთ, კავკასიურსაც. ეს მეორე რომელია? ტაშკენტური, შემახსენეს. აქვე განახებთ ოჯახურად მომზადებულ კოტლეტს, ფრითი და დანარჩენი მე მგონი ყველაფერი განახილავთ. გადავწყვიტე იერიში მივტანო ბელორუსიაზე.
ბატონი ლუკაშენკო არ შემიშინდება. ლაპარაკი მაქვს გასტრონომიული ერიშზე, არაფერს იმ ქვეყანას არ ვერჩი. პირიქით. ძალიან მომწონს. დედა რა კაია. აღარ მივდივარ ბელორუსიაში. ფანტასტიკური გემო აქვს. პელმენი ყველით. საოცრება. კეცმა შეუნარჩუნა ტემპერატურა. ჩებურეკი. მისი უდიდებულესობა ჩებურეკი. აი რატო ქონია თუნე აბანო თუბნელებს ესეთი გახარებული სახეები. ამას ჭამდნენ თურმე იგი. სამაგეროდ ეხლა პეკინელებს ექნებათ საბურთალოველებს და სრულიად თბილის პრინციპში. ხო გაიგეთ სადაც არის ესეთი გემრიელი ჩებურეკი. მოდით ჭამეთ. ყველაზე გემრიელი ხრატუნა ადგილი ჩებურეკში. ეხლა თუ განსხვავებას ვიგრძნობ გემოების, ესე იგი, უკვე შეიძლება ჩაითვალოს, რომ სხვადასხვანაირი ჩებურეკია გასინჯული, იმიტომ რომ აქამდე მხოლოდ ერთი ხორციანი და ხორციანი და ყველიანი გასინჯული. დანარჩენი როგორია სხვა არ ვიცი. არის რაღაც განსხვავება, ხო, მოიცა? ფარში არის სხვანაირი. შეზავებული სხვანაირად არის და მე მგონი მარტო ღორია, რაღაცა ვერ გავარჩი. რა თქმა გარჩევა. ხავია რომ უგემრიელესი. ახლა მივხვდი, რა სწორი მარკეტინგული გათვლა იქნა გაკეთებული. საჩებურეკე რო ქვია, იმიტომ რომ ხაოცარი ჩებურეკი. ღორია. არ დაიჯერებთ, მაგრამ ცხელია. იდეალურად გემრიელია. ეს არის რძია. ესეც ხო უნდა გავსინჯო. ინტერიერით. ინტერიერი არის ძალიან თბილად. აგურში ხეში რო შემოვიდეს აღნიშნე გადაწყვეტილი. კერძების დრესინგი იდეალური, დაგანახეთ თქვენს ნახავდით. ანუ ვიზუალურ ნაწილში საჩებურეკე ნომერმა ერთმა დაიმსახურა გამართული ათიკულა. რაც შეეხება სერვისს,
თქვენ თორაც ნახეთ, სიტყვა დამთავრებული არ მქონდა, რომ მორიგი კერძი ჩდებოდა, არ მოვიტყუები და ნასიამოვნები ვარ და გახარებული ვარ, კარგი სერვისი მივიღე, 10 ქულა და კერძებს და მზარეულს რაც შეეხება, ჩემგან არა მარტო 10 ქულა, არამედ იმ ზრუნველ ხელებზე, ორივე ხელზე კოცნა, რომ ასეთი გემრიელი კერძების მომზადება შეუძლია. თუ რა თქმა უნდა, მანდილოსანია და ქალბატონია. თუ მამაკაცი მზარეული ყავთ, მაშინ ხელის ჩამორთმევა და მხარზე ეგობრულად დატყაპუნება, რომ გენაცვალებთ, დიდი მადლობა გემრიელი კერძებისთვის. რამ უნდა გამოცვალოს ერთადერთი ჩემი ასეთი პოზიტიური დამოკიდებულება ამ ყველაფრისადმი არის ფასი, ანუ შეუსაბამო ფასი და ვულოცავ ამ ორგანიზაციას, რომ ესეც არ მოხდა 62 ლარი და 15 თეთრი დაჯდა ეს ყველაფერი. ნებისმიერ სხვა რესტორანში წადით, დასხედით. 10-ნაირი დასახელების ნებისმიერი კერძი შევუკეთეთ. არა ხორცის თუნდაც, კიტრპომიდურის სალათი ან ცეზარი, ემზარი, მეზარი, რაც გინდათ და მოითხოვეთ მერე ჩეკი. ან არ წახვიდეთ არსად, საჩებურეკე ნომერ 1-ში მოდით, დასხედით, აი ეს მენიუ რაც მე ვთქვი. შევუკვეთეთ და ნახეთ როგორი ანგარიში მოვა. რაღადგინათ ახლა ზედმეტად რომ იწვალოთ გეუბნებით. 62 ლარი და 15 თეთრი მოვა ანგარიში.